მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვართ. ეს არის მთავრობის სახლთან გამართული აქცია, სადაც ახლა იკრიბებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს ჩანიშნული არის აჭარის უმაღლესი საბჭოს ხდომა, სადაც წესით 21 წევრია არჩევნების შემდეგ. 21 წევრისგან 11 არის ოცნების პროპორციული სიიდან, 3 კი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა იყოს ოცნების სიიდან. დანარჩენი 7 წარმომადგენელი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელია, კერძოდ ბლოკიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაშია გაერთიანებული ოპოზიცია. ოპოზიციის წევრები უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ. დღეს ისინი მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ, რომელსაც ოპოზიციის წევრები ხელს მოაწერენ, რაც იქნება გარანტიების, რომ ეს არც ერთი მათგანი არ დახარჯება უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. ჩვენ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკოს შედეგების აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არის ახალ რეგიონში საცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები უმაღლეს საბჭოში შევა უსკოს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე. აქვე მიუმართავთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები. წერია ამ მემორანდუმში, რომელსაც სულ ცოტა ხანში მოაწერენ ხელს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, წესით 7 წევრი ოპოზიციიდან, რომელიც უნდა შესულიყო წესით აჭარის უმაღლეს საბჭოში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 3 დეპუტატი, 3 წევრი ოცნებიდან თორნიკე რიჟვაძე, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარეძე და თინა ზოიძე მათაც უარი თქვეს მანდატზე აჭარის უმაღლეს საბჭოში. აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნები ჩატარდა ამ არჩევნებზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ისახავს რეგიონში მაცხოვრებელი ამომრჩევლის ნებას. საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს უცხადებთ არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. ეს არის ოპოზიციას შეკრებილი გამოც ისინი სიყვიან სადეპუტატო მანდატებზე როგორც გვეკითხავთ არიან ეს დეპუტატები არქივზე და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. მე ახლა გავესაუბრებ მათთან უფრო დეტალურად გავიგებ მიზეზების შესახებ, რის გამოც ისინი უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში. პირველ რიგში ვკითხავ ბატონი კირხაძეს, რომელიც არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელსაც გადავალა თუმცა ის სადამი მეორე დღეა აქ თავისუფლების კვარტალში მიმდინარეობს 24 საათიანი უწყვეტი საპროტესტო აქციები. ეს აქციები ბუნებრივია მიმდინარეობს, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა ბიძინა ივანიშვილმა არ დატოვა. 31 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი არჩევნების გარდა, თავზე გადაგვახია მთელი ეს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები და არჩევანის უფლება ზოგადად. არ შეიძლება ამ არჩევნების ლეგიტიმურად ჩათვლა, არ შეიძლება ამ გაყალბებული არჩევნების აღიარება. ჩვენ რეალურად მეორე დღესვე გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ზუსტად ამიტომაც 42 დღეა ჩვენ ვართ ქუჩაში. დღეს არის სიმბოლური დღე და სიმბოლურად გრძელდება ეს ჩვენი პროტესტი. უმაღლესი საბჭო აპირებს, რომ ამ გაყალბებული არჩევნების დაკანონება შეძლოს.
და უფლებამოსილების ნორმა გააკეთოს, ხოლო ჩვენ აქ ოპოზიციის წევრები ყველანი უფლებრივ ვარს ვაბობთ ბიზნესმენები, ნაბოძებ მანდატებზე და ვარს ვაცხადებთ უმაღლეს საბჭოში შესვლას. ვაცხადებთ იმისთვის, რომ ვიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს და არჩევანის უფლება გვინდა რომ მოიპოვოს ქართულმა ხალხმა. იმ კრიზისების ფონზე რაც ქვეყანაში არის, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. წარმოუდგენელია დანიშნულმა მთავრობამ ამ ყველაფერს გაუძლოს. თუ გვინდა რომ ხვალინდელი დღე ბევრად ვარისი არ იყოს, ვიდრე თუნდაც დღევანდელი, ამ ქვეყანაში უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები და ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ხალხს. მადლობა, თქვენ უსმენთ გიორგი კირთაძეს, აჭარის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელიც ასევე არჩევნების შედეგების მიხედვით გახდა დეპუტატი, თუმცა როგორც უკვე მუსიკის უარს ამბობს საკუთარ სადეპუტატო მანდატზე, აქვე არის ასევე მურმან გუმბაძე. გიორგი როგორ ხარ? კარგად. შემიშვათ გადასახადი. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ეტაპი, გაგრძელდება თუ არა აქციები და როგორ წარმოგიდგენიათ იმ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, როცა გაერთიანებული ოპოზიცია უარს ამბობს უმაღლეს საბჭოში შესვლაზე? როგორ იფუნქციონირებს ქალაქის ხელისუფლება? ჩვენ მიგვეჩნია რომ ეს ხელისუფლება არ არის ხალხის მიერ არჩეული. ამას მოწობს მათ შორის ის შემაჯამებელი ოქროდი, რომელიც უსკოს ვეგვერდზე ახლა გამოქვეყნებული და რომლის შედეგადაც დღეს უფლებამოსილების ნორმას აპირებს თუ რა ვიცი. მოახერხა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ეს არ არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და არ შეიძლება მათ ჩვენ ლეგიტიმაცია შევძინოთ. რა გზა დაგვიტოვა? ჩვენ ვიცავთ ჩვენი ამორჩევლის ხმას. ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს და სწორედ ამიტომ ერთადერთი სივრცე, სადაც ჩვენ ამის გაპროტესტება შეგვიძლია, მიგვაჩნია რომ არის ქუჩა და ამიტომაც 52 დღეა ჩვენ გავართ ქუჩაში. არ გამოვა უბრალოდ ესე თუ ხელისუფლებას საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა არ აქვს, წარმოუდგენელია ეს გაუმკლავდეს იმ კრიზისებს, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის და აი ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც ეხლა ქვეყანაში არის, თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერზე ბუნებრივი პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება არჩევნების გაყალბების გამო. რა იქნება ხვალ? ჩვენ ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ერთი მთავარი რამის, ბევრი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში ხილვის. ჩვენ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებით უნდა შევძლოთ და ვაიძულოთ ივანიშვილი ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მართოს ეს ქვეყანა და გადაჭრას ის კრიზისები ჯეროვნად და არა ივანიშვილის მიერ დანიშნულმა ხალხმა. ასევე ეს 52 დღიანი აქციები ქუჩის ფორმატში გაგრძელდება ისევ თუ სხვადასხვა ფორმის აქციები იქნება, ბუნებრივია აქ თავისუფლების კვარტალში აქცია გრძელდება. იცით რომ ბევრი ახალგაზრდული აქცია პერფორმანსი იმართება ქალაქში, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის იცით რომ დაწყებულია ბევრ ქალაქში და კიდევ უფრო ასე ვთქვათ მძლავრი საპროტესტო მუხტი იქნება. ხო, ქუჩაში პროტესტის გარდა ჩვენ ივანიშვილმა რეალურად არაფერი დაგვიტოვა და სწორედ ამიტომაც ჩვენ უკვე გვაგრძელებთ ამ პროტესტს. მადლობა. ის იყო გიორგი კირთაძე, ბლოკიდან გაერთიანებული ოპოზიცია ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია, რომელიც ერთ-ერთია იმ 7 წევრისაგან, ვინც წესით აჭარის 21 კაციან უმაღლეს საბჭოში შესვლა. არა პოლიტიკოსებს, არამედ მილიონზე მეტ ქართველ მოქალაქეს. წარსვა საქართველოს მართვაში თანამონაწილეობის უფლება და დღეს კიდევ ერთხელ მტკიცდება ერთიანობა ოპოზიციური სპექტრის აჭარაში და კიდევ ერთხელ ამ ბანერზე, რომელიც არის სიმბოლური და მათ შორის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელს მოაწერს 9 სუბიექტი, რომელიც ყველა აპირებს ბრძოლის გაგრძელებას მანამდე სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი შეთანხმება, ეს არის ახალი არჩევნები და ჩვენი ხმის დაბრუნება სახელმწიფოს მართვის პროცესში. ეს იყო ირაკლი კუპრაძე, გაერთიანებული ოპოზიციიდან, კერძოდ პარტიიდან საქართველოსთვის. ახალი არჩევნები, ეს არის ძირითადი მოთხოვნა გაერთიანებული ოპოზიციისა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არაპირებენ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას. დღეს 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა წესით. ასევე შეგახსენებთ, რომ
ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სის ათეულიდან 3-მა, კერძოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და მისმა მოადგილე თინა ზოიძემ ასევე უარი თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებს. აი ხა მურმან გუმბაძე აწერს ხელს მემორანდუმს რომლის მიხედვითაც ახალ არჩევნებს ითხოვენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. როგორც უკვე გითხარით, დაიწყო უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა და სხდომის დიახ, გიორგი აბულაძეს ვხედავთ ჩვენ აქ გაერთიანებული ოპოზიციიდან. ბატონო გიორგი, ბათუმელების ლაივში ხართ. რომ გითხრათ, გიორგი კირთაძეს ვესაუბრეთ, ჩვენ და საუბრობდა იმაზე, რომ ოპოზიციის ზოგადი სახელი. 7-ვე თქვენგანი არის თუ არა ერთსა და იმავე აზრზე, რომ არ შევიდეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ხედავთ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვართ ერთად და ხელს ვაწერთ იმაზე, რომ არ შედგეს ერთპარტიული მმართველობა საქართველოში და არ მოხდეს დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა, მოქალაქეებს არ წაართვან არჩევანი, სწორედ ამიტომ ჩვენ უარს ვამბობ ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ, არაფორმალურ მმართველობაზე და ჩვენ ვითხოვთ სამართლიან თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ რჩებით ხალხთან, როგორც ვიყავდით აქამდე და ჩვენ არ გაუправებთ ბიძინა ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორ ფიქრობთ, აჭარის უმაღლესი საბჭო გააგრძელებს შეკრებებს და სხდომებს ერთპარტიულობის რეჟიმში? რა თქმა უნდა, ფიზიკურად ისინი ვერ შეძლებენ ამას, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული საქართველო, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც უნდა იყოს მრავალპარტიული მმართველობა და თუ გონია რომ ბიძინა ივანიშვილი შექმნის აჭარის ასოციროს მას ეს არ გამოუყვება. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა უნდა იყოს დაცული. მადლობა. მოკლედ ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებაც მივიღეთ მანდატები, მიუხედავად გაყალბებული მოვარდნილი არჩევნებისა, რაც მოგვაკუთვნეს 7 მანდატი, ჩვენ უარს ვამბობთ ჩებით ერთგული ჩვენი აურჩევლის და ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ კანტორაში უმაღლეს საბჭოში არ ვაპირებთ შესვლას და ამას ვადასტურებთ ხელწერით. დიახ, ბაგრატ მანუელიძე აწერს ახლა ხელს ელგუჯა ბაგრატიონი უკაცრავად მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს და უარს ამბობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე. აგერა ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა აჭარის ასოციროს შექმნა გარწმუნებთ ამაში. მითია ვასაძეა შემდეგი. პარტიო ხოზიო. არა, ეხლა მალე დამთავრდება, მოდი რა. კორონაჯი. ხალბატონო მედია ერთი წუთი. შესასვლელში იქნება გამო. ხალბატონო მედია თქვენ ამ წუთას მოაწერეთ ხის და ამით კიდევ ერთხელ ეს ამ წუთას ხელი მოვაწერეთ ვარს. აი ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც ჩვენ ის მონიტორინგ მანდატზე 7 ვართ ასეთი, ერთ-ერთი გახარდები. პრაქტიკულად პროტესტს უცხადებთ საქართველოში. ესწრებოდი დაუშალების მიერ არჩევნებს. მე ხომ დატოვებული მაქვს.
ქართული ოცნება ეხლა პრაქტიკულად ჩართვას იმ პროცესებში, რომელიც ხელსაყრელია ქართული ოცნებისთვის, ბუნებრივია ჩვენ ვარს ვაცხადებთ ამ პროცესებში. კარგი მადლობა. რა ქვია, გია აბულაძე. გია აბულაძე მინდა. ბატონ გია. გია აბულაძე. მონა ჩვენთან მოდიახლოს. რამდენმა მოაწერეთ რატომ გავაგებნა სამართლები. ერთხელ განვაცხადეთ, რომ უარს ვაცხადებთ ისეთ უმაღლეს საფრთხეზე, სადაც მოპარული მანდატები ტელეფონზე ლაპარაკობ. ბატონა ელგუჯა, მათმელების ეთერში ხართ. რომ გითხრათ, რას ნიშნავს დღევანდელი დღე, ეს მემორანდუმი რას გულისხმობს და რისი გარანტია? მოკლედ 31 ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგ, როგორც მივეცით ჩვენს მოსახლეობას პირობა, რომ ჩვენ დავრჩებოდით მოსახლეობის გვერდით და ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ საშუალებას, რომ ისევ აჭარა გაასაბჭოოს და აჭარის სოციალისტური რესპუბლიკა, ავტონომიური რესპუბლიკა შექმნას. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე ეს პროტესტი, რომელიც დაწყებულია მივა გამარჯვებამდე, ამიტომ უარივთ იმ მანდატებზე, რომელიც მივიღეთ უმაღლეს საბჭოში და დავრჩით ხალხის გვერდით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს მოუწევს განმეორებით არჩევნების ჩატარება და დაუბრუნდება ხალხს საკუთარი არჩევანი. გამარჯვებად უპირობოდ მიიჩნევთ მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების შესაძლებლობას, ასეა? დღეს თუ რაიმე ტიპის მოლაპარაკებებზე წასვლასაც განიხილავთ? მოლაპარაკების დროს განიხილება მხოლოდ და მხოლოდ განმეორებითი არჩევნები. და არამც რაღაც სხვა დამატებით მანდატები, დამატებით კომფორტი. ერთადერთი რაც არის დღეს გამოსავალი, არის განმეორებით არჩევნები ჩატარდეს და ის არჩევანი რაც აქვს ხალხს, ის დაუბრუნდეს ხალხს. ხალხმა, აჭარის მოსახლეობამ უთხრა უარი ქართულ ოცნებას. 182,000 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ამათგან 100,000 ადამიანმა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უთხრა უარი. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ხალხის გვერდით და აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე ამ პროტესტს და ამ ბრძოლას. ერთიანია გაერთიანებული ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებაში, ბატონო ელგუჯა? თქვენ ნახეთ, რომ ერთიანია გაერთიანებული ოპოზიცია, 9 მოქმედი პარტია, რომელიც არის აჭარაში, ნახეთ, რომ ხელი მოაწერა ერთხმად და რჩება იმ ამომრჩევლის ერთგული, როცა პირობა მისცა, რომ ჩვენ ვიქნებოდით ერთად და ამ ბრძოლას მივიყვანდით ერთად ბრძოლაში. გულისხმობ 7 9 პარტია მოაწერა ხელი, მოქმედ დღეს აჭარაში არის 9 პარტია, რომელიც ფუნქციონირებს მოქმედებს. შესაბამისად 9 პარტია მოაწერა ხელი, რაც შეეხება 7 დეპუტატს, რომელმაც მიიღო მანდატები. თქვენ ნახეთ, რომ ხელმოწერილი იქნა და რჩებით ერთგული, როგორც კი სიები ჩაიხსნება, ეხლა სიებს შევიტანთ მოკლედ უსკოში, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, რომ განულებული იქნა სია და ამის შემდეგ პროცედურა მოითხოვს ამას, ამის შემდეგ რა თქმა უნდა უმაღლეს საბჭოს დეპუტატები ოფიციალურად მიმართავთ აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ შეგვიწვიტოს უფლებამოსილება. რა გარანტია გაქვთ, რომ ეს სია განულდება? პროცედურა ამას გულისხმობს, რომ შესაძლებელია სიების განულება? კი, პროცედურა მოითხოვს ამას, 3 დღიანი ვადა აქვს უსკოს იმის შემდეგ, როგორც კი შევიტანთ განცხადებას. 3 დღის შემდეგ უსკო ვალდებულია, რომ გაანულოს, თუ არა ავტომატურად ითვლება განულებულად და ამის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დეპუტატები 7 დეპუტატი მიმართავს უმაღლეს საბჭოს განცხადებით, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება. ასევე როგორ ფიქრობთ, აჭარის უმაღლესი საბჭო ერთპარტიულად გააგრძელებს შეკრებებს და გადაწყვეტილებების მიღებას? უმაღლესმა საბჭომ უკვე დაიწყო ერთპარტიულმა კომუნისტური ტიპის მმართველობა შემოვიდა აჭარაში და სიმბოლური იყო დღეს უხუცესმა გახსნა და მიმართა
ამხანაგებით გახსნა დღეს უმაღლესი საბჭო. ეს შემთხვევით არ იყო და დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო არის ბიძინა ივანიშვილის რუსული კანტორა და შესაბამისად იქ დარჩებიან ის ადამიანები, ვინც პუტინის მოციქული ივანიშვილის მონები არიან და ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და პუტინს. იქ არ არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი დამოუკიდებელი ადამიანების ადგილი. და ჩვენ, რა თქმა უნდა, რაც შეუპირდით ჩვენს მოსახლეობას, იმას უსრულებთ და ჩვენ დავრჩებით ხალხის გვერდით და არა იმ ბიძინა ივანიშვილის რუსულ კანტორაში არ ვაპირებთ და უარს ვამბობთ იმ კომფორტზე, იმ ხელფასზე, იმ ყველაფერზე, რაც არის პრივილეგია. რა თქმა უნდა, იქნება ჩვენს მიერ უახლოეს, როგორც კი ჩაიხსნება სიები, იმ განცხადებით დადასტურებული, რომელსაც ჩვენ შევიდეთ. მადლობა. მადლობა თქვენ. ეს იყო ელგუჯა ბაგრატიონი, გაერთიანებული ოპოზიციიდან ბლოკიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიციის ძალა. ერთობაშია ელგუჯა ბაგრატიონის თქმით 7-ვე წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს პოტენციალური წევრი ამბობს უარს უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, ბოიკოტს ცხადებს არჩევნების შედეგებს და ისინი მოითხოვენ უპირობოდ ახალი არჩევნების დანიშნვას. სხვა შემთხვევაში აცხადებენ ისინი, რომ ამბობენ უარს ყველანაირ პრივილეგიაზე, რაც გულისხმობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს. შეგახსენებთ, რომ დღეს 15 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი პრეზიდენტმა იყო ჩანიშნული, სადაც განსახილველი საკითხი. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განცხადებები მოსკოვის მიერ პროცესს საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ. ხედავს მემორანდუმში წერია და ამ დოკუმენტების მიღებისთანავე ოპოზიციის წევრები მოითხოვენ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, რომ გააუქმოს მათ მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები. ეს პროცედურებია შემდგომი, შემდეგ ჩვენ ამ პროცედურას უნდა ველოდოთ. ოპოზიციის წევრები ასევე ამბობდნენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება ისევ ქუჩაში 42 დღიანი აქციების შემდეგ, რასაც ჩვენ ვაშუქებთ აჭარის მთავრობის სახელიდან და სხვადასხვა არგუმენტებიდან, რომელსაც წარმომადგენლები მართავდნენ. მე განმშვიდობებით მადლობა ვამბობთ ეს ბათუმელის ლარიი აჭარის მთავრობის სახელიდან, სადაც მართავნებული ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გაერთიანებული ოპოზიციიდან ბლოკიდან ერთიანი მოძრაობა არ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში. მადლობა რომ გვიყურებდით, მე თამარ ნერგაძე ვარ.